ხალებო, სქვით სიტყვა მოქალაქისა და თავისუფალი ადამიანისა. ებრძოლეთ ადამიანის პიროვნების გამთელელ მოვლენას და ყველაზე მეტად თქვენ საკუთარ გაჭირვებას. შეერთით თავმოსაგერებლად, შეერთით თავისუფლების დასაცავად, შეერთით ორგანიზაციულად, დაარსეთ საკუთარი კავშირები, ემზადეთ დამფუძნებელი კრებისათვის, ეცადეთ თავად იყოთ არჩეული, თვით იყოთ ჭეშმარიტი მეგობრები, თავისუფლებისა და დამცველი სამართლიანობისა. მოითხოვეთ გამოსვლა საზოგადო ასპარეზზე, ჩაებით საზოგადო ორგანიზაციების საქმეში, კმარა ძილი, კმარა უმოქმედობა. ეს სიტყვები ეკუთვნის ქალს, კატო მიქელაძეს, რომელმაც საზოგადოებას თავისუფლად აზროვნება ასწავლა. მას გააზრებული ჰქონდა ის ძირითადი საკითხები, რის საშუალებითაც საქართველოში ქალთა ემანციპაცია და როგორც თავად ამბობდა, სწორუფლებიანობის მიღწევა გახდებოდა შესაძლებელი. კატო მიქელაძე პირველი ქართველი ქალი იყო, რომელიც იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის და თანასწორობებისთვის. მან განათლება ძალიან რთულ პირობებში მიიღო და ევროპაში სწავლის დროს გაეცნო ფემინისტსა და სოციალური თანასწორობის იდეებს. საქართველოში ქუთაისში დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო ქართველი ქალთა უფლებების დაცვა და ასევე ცდილობდა, რომ ყველა ქართველ ქალს მიეღო მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან ასევე გამოსცა გაზეთი ხმა ქართველი ქალისა. კატო მიქელაძემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ქალების უფლებების დაცვისთვის და მათი თანასწორობისთვის ბრძოლაში. საბჭოთა ხელისუფლების დროს კატო მიქელაძე როგორც ფემინისტი და აქტივისტი უგულებელყვეს და მისი გაზეთი ხმა ქართველი ქალისა დავიწყებას მიეცა. მიუხედავად ამისა, კატო მიქელაძე კვლავ ებრძოდა ქალთა უფლებების დასაცავად. დღესაც კატო მიქელაძე ბევრი შთაგონების წყაროდ იქცა, რადგან ის სამართლიანობისთვის და თანასწორობისთვის იბრძოდა.